მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 32. დედამიწის ზედაპირიდან გარკვეული სიმაღლიდან ჰორიზონტალურად გაისროლეს სხეული. შეუსაბამედ ამ სხეულის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს მათი ტედროზე დამოკიდებულების თვისებრივი გრაფიკები და შეავსეთ ცხრილიო. დროის საწყის მომენტში, როცა ტე უდრის ნულს, ეს მომენტი არის გასროლის მომენტი. ჰაერის წინააღმდეგობა შეგვიძლია უგულებელყოთ, ხოლო ნულოვან დონე დედამიწის ზედაპირი ავირჩიოთ და ჩავთვალოთ. კარგით, ესე იგი, რომ გავიაზროთ რა შეა საქმე ახლა. მოდით x ღერძი პირობითად მიმართოთ დედამიწის ზედაპირის გასწვრივ, ეს იყოს x ღერძი და რაღაც სიმაღლეზე, მოდით ეს სიმაღლე იყოს, აი იქ მოვათავსოთ დროის საწყის მომენტში რაღაც m-ასის სხეული გვაქვს და დროის საწყის მომენტში, მოდით სიმაღლე იყოს პირობითად, ისეთოლი იყოს ერთი წამით კარგად დავხატოთ. დროის საწყის მომენტში პირობითად სიმაღლე იყოს h0, შემდეგ იკლებს, ხო? ეს გაისროლეს რაღაც საწყისი სიჩქარით, ამის საწყისი სიჩქარე იყოს v0, რაღაც v0 სიჩქარით. რადგანაც ეს m-ასის სხეული დედამიწისკენ ვარდება, მოდით ვარდნის მიმართულება ავირჩიოთ y ღერძი დედამიწის ზედაპირისკენ და პირველი რა ვუნდათ ახლა, რას ვიკითხებიან, სრული მექანიკური ენერგიაო, პირველი. ხო, ახლა გამომდინარე იქიდან, რომ გვეუბნებიან, რომ ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით, შესაბამისად პროცესი არადისიპაციურია, ხახუნის ძალები არ გვაქვს, ხახუნი არ არის სისტემაში. შესაბამისად, სრული მექანიკური ენერგია, ეს სრული გვენახება, ესე იგი, ეს სრული თავისუფლის ტოლი არის ეკინეტიკურს დამატებული პოტენციური, ხო, და ეს მთლიანი დროის განმავლობაში უცვლელია, კონსტანტას უდრის. შესაბამისად, სრული ენერგია იქნება მუდმივი დამოკიდებულება გვაქვს d-ში. შესაბამისად, პირველი რო გადავხაზოთ, მოდით გადავხაზოთ თან, რასაც გავაკეთეთ, პირველის პასუხი იქნება d. ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორე. სიჩქარის გეგმილი ჰორიზონტალურ ღერძზე. ანუ ჰორიზონტალურ ღერძზე vx-ის დროზე დამოკიდებულება აინტერესებთ, ხო? მეორე შემთხვევაში. ხო, ახლა vx-ი ტოლი არის v0x დამატებული axt, ხო? ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ დავაკვირდეთ და შევნიშნოთ ის ფაქტი, რომ დროის საწყის მომენტში, ესე იგი, t როცა უდრის ნულს, ამ დროს რა ხდება შევხედოთ? ამ დროს მთლიანი საწყისი სიჩქარე მიმართული არის x ღერძის გასწვრივ. ანუ თავიდან v0x-ი ტოლი არის v0-ის. ხოლო v0y ამ ჩვენ v0 საწყის სიჩქარე საერთოდ არ აქვს y-მქენელი, რადგანაც მთლიანად x ღერძის გასწვრივ იყურება, ხო, ეს ნულია. ხოლო რაც შეეხება ax, ხო, ეხლა ამ სხეულზე, ამ m-ასის სხეულზე, ერთადერთი რა ძალაც მოქმედებს, ეს არის ქვემოთ მიმართული m-ჟე სიმძიმის ძალა, ხო? m-ჟე სიმძიმის ძალა. ეხლა ამ ძალას ეს ძალა იყურება y ღერძის გასწვრივ. ანუ რას გულისხმობთ, რომ ეს ძალა ეხლა სიმძიმის ძალა ამ ჩვენ სხეულს ანიჭებს აჩქარებას, ხო? მაგრამ რომელ აჩქარებას ცალკე უნდა მიანიჭოს x ღერძის გასწვრივ, ცალკე უნდა მიანიჭოს y ღერძის გასწვრივ, მაგრამ x ღერძის გასწვრივ აჩქარებას არ მიანიჭებს, რადგანაც ჟ მთლიანად y ღერძის მიმართულებით არის და x გეგმილი არ აქვს. ანუ სხვა სიტყვებით რო თქვა, ძალა x ღერძის გასწვრივ ტოლი არის თავისუფლი ნიუტონის მეორე კანონიდან m-x-ის და რადგანაც ჟ-ს გეგმილი ნულის ტოლია x ღერძის გასწვრივ, აჩქარება x ღერძის არ გვაქვს და ნულის ტოლია. ანუ მოძრაობა x ღერძის გასწვრივ თანაბარია. შესაბამისად, ax-ი თუ ნულია, მაშინ ეს გამოსახულება მიიღებს შემდეგ სახეს, ეს ტოლი იქნება v0x-ის და ეს ტოლი იქნება v0-ის. ხო, ესე იგი, მეორეში vx-ი ტოლი ყოფილა v0-ის, რომელიც კონსტანტაა. ესე იგი, თვისებრივად vx სიჩქარის გეგმის ჰორიზონტალურ ღერძზე იგივე დამოკიდებულება გქონია, როგორც სრულ მექანიკურ ენერგიას. შესაბამისად, მეორეშიც გადავხაზოთ ესე. მეორეშიც პასუხი იქნება d. ახლა გადავიდეთ მესამეზე შევხედოთ, რას გვეუბნებიან. სიჩქარის გეგმილი ვერტიკალურად ქვევით მიმართულ ღერძზეო. ხო, v-საც შეეხება, v-ი ტოლი იქნება v0y-ს გამოკლებული AYT, ხო? AYT, მაგრამ ხო დავწეროთ AYT. ანუ ეს ტოლი არის v0y შევხედოთ, v0y ნულია. ესე იგი
ეს ტოლი არის ხო პლუსი აქ მინუსი რატო დავწერთ პლუსი ვენური იგრეს პლუს აი y აჩქარების განმარტებიდან გვაქვს ეს ტოლობა ხო 4 გეგმილებში ჩაწერილი ვენური y-ი 0-ია ესე იგი 0-ს დაემატება აჩქარება y-ის გასწრივ ჟ თავისუფალი ვარდის აჩქარებით ვარდება ეს ჩვენი m მასის სხეული და y-ის გასწრივ რადგანაც ჟ და y-ი ერთი წრილ გასწრივა შესაბამისად პირდაპირ ჟტ გვექნება და ეს ტოლი იქნება ჟტ-ს. ესე იგი მესამეში რა გვაქვს? ესე იგი მესამეში y ტოლია ჟტ-ი. ჟ მუდმივია და ტ-ს მიმართ არის ციფრივი ფუნქცია საწყის მომენტში. დროის საწყის მომენტში 0 უნდა გქონდეს და მერე წრფივად უნდა იზრდებოდეს. ასეთი კი არის ა გრაფიკი. ესე იგი მესამეს დავწეროთ. მესამეს აი იქნება. ეხლა შევხედოთ მეოთხე პოტენციური ენერგია ხო e პოტენციური სტოლია გავხსენოთ პოტენციური ენერგია ტოლია mgh-ის სადაც ეს ჩვენი h ტოლი არის h0-ს დამატებული არა ნენელა მცირდება ხო h0 არის დროის საწყის მომენტში და შემდეგ ნენელა მცირდება შესაბამისად უნდა გამოვაკლდეს ჟტ კვადრატ ნახევარი ასე ხო და ეხლა ამ h-ს თუ შევიტანთ ამ პოტენციური ენერგიაში რა გამოგვივა ეს გამოგვივა ტოლი mgh0-ს მინუს ჟტ კვადრატ ნახევარი ასე ეს ტოლი იქნება mgh0-ს მინუს mg კვადრატ t კვადრატ ნახევარი ანუ პოტენციური ენერგია s კვადრატული ფუნქცია ოღონდ პარაბოლა არის ოღონდ ამოტრიალებული რადგანაც t კვადრატის წინ მდგომი კოეფიციენტი უარყოფითია ანუ რა გამოგვდის რომ რაღაც დროის საწყის მომენტში mgh0 მნიშვნელობა უნდა გქონდეს აი b-ს დავუკვირდეს რაღაც მნიშვნელობა უნდა გქონდეს და შემდეგ პარაბოლურად უნდა მცირდებოდეს ეს კი არის პასუხი b ესე იგი მეოთხეს b ყოფილა ასე შემდეგი ვნახოთ მეხუთე ხო? მეხუთე ვნახოთ ახლა. მეხუთე კინეტიკური ენერგია. ხო, კინეტიკური ენერგიას რაც შეეხება დროის საწყის მომენტში ახლა mv0 კვადრატ ნახევარი არის და გამომდინარე იქიდან რომ სრული მექანიკური ენერგია გვენახება, სადაც პოტენციური ენერგია მცირდება, იქ კინეტიკური ენერგია უნდა იზრდებოდეს. თან ნულიდან არ უნდა იწყებოდეს, რადგანაც საწყის მომენტში გარკვეული mv0 კვადრატ კინეტიკური ენერგია აქვს. ან ნულიდან არ უნდა იწყებოდეს და პარაბოლურად უნდა იზრდებოდეს. ეს პასუხი კიდე არის e. ესე იგი მეხუთეს e იქნება. მოდით ახლა ანალიზურად ასე რომ ჩავწეროთ. ეს ცუდი არ იქნება. ესე იგი რა გვიქნება პოტენციური ენერგიისთვის ცხადი სახით რომ ჩავწეროთ. პოტენციური ენერგია არის 1/2 v კვადრატი. ეს ტოლია 1/2 m და v რა არის? v კვადრატი არის ცალკე აღებული vx კვადრატს პლუს vy კვადრატი, ხო? ასე. ეს ტოლი არის, ეს ტოლი იქნება. ხო, ეხლა რა გვექნება ამისთვის? vx-ი თავიდან, ესე იგი vx-ი ხო v0-ის ტოლი არის თავიდან, შესაბამისად. vy კიდე ჟტ-ს ტოლი არის. vx-ი v0-ია, vy ჟტ-ს ტოლი არის. ამიტომ ეს მიიღებს შემდეგ გამოსახულებას 1/2 m-ჯერ v0 კვადრატს პლუს ჟტ კვადრატი. ეს ტოლი იქნება 1/2 mv0 კვადრატს პლუს 1/2 ჟ კვადრატ t კვადრატი. ნუ ცხადი არის მე ეს დამოკიდებულება არის კვადრატული ფუნქცია არის, სადაც თავისუფალი წევრი არის s, ანუ აი ეს არის, აი ეს წერტილი არის ზუსტად 1/2 mv0 კვადრატი და შემდეგ პარაბოლურად იზრდება, კვადრატულად იზრდება, ხო? კი ბატონო, ეს იყო e და კინეტიკური ენერგიას გავაკეთეთ და ეხლა შევხედოთ გავლილ მანძილს. ხო, გავლილ მანძილს რაც შეეხება. ხა, გავლილი მანძილი, ნუ სულ უნდა იზრდებოდეს, ხო? სულ უნდა იზრდებოდეს. ჩვეულებრივ ხა წრფივი თანაბარი მოძრაობა რო გქონდეს, s უდრის vt-ს, ხო? ეს ვიცით, კი ბატონო, მაგრამ აქ წრფივი მოძრაობა აქ ეხლა წრფივი თანაბარი მოძრაობა არ გვაქვს, ხო? შესაბამისად, რა გვექნება ახლა ჩვენ ეხლა გვექნება შემდეგი გამოსახულება. ეხლა vx-ი თუ გავითვალისწინებთ vx-ი, მოდი თქვენ მოდავწერ. მე-6, ხო? vx-ი თავიდან v0-ის ტოლია. შემდეგ
მუდმივი არის, ხო, ვერტიკალურ კომპონენტს რაც შეეხება v-y ტოლი არის ჟ-ტესი. შესაბამისად, v-ისთვის რა გამოსახულებას მივიღებთ? აქედან მივიღებთ, რომ v ტოლი არის კვადრატული ფესვი v0 კვადრატს პლუს ჟ t კვადრატიდან, ანუ ჟ კვადრატ t კვადრატს დავწერ, ჟ კვადრატ t კვადრატს დავწერ, ხო? აი ასე ბატონო ჩემო. ასეთი გამოსახულება გვაქვს. ანუ რა ხდება ახლა ჩვენ რო გავიაზროთ? დროის საწყის მომენტში მუდმივი არის, ხო? დასაწყისში ტეუდრის ნულ მომენტში მუდმივი არის და ცოტა ხნის შემდეგ, ანუ ცოტა ხნის შემდეგ უკვე გარკვეული წევრი იმატება, აი ეს წევრი იმატება, რაც ნიშნავს იმას, რომ წრფივად არ იზრდება, ხო? წრფივად არ იზრდება სიჩქარე. ანუ პირდაპირ ესი რო დავწეროთ, ცუდი არ იქნება, ეს ტოლი იქნება, ეს ტოლი იქნება, v-ტეს ტოლი ხო იქნება. v არის აი ეს გამოსახულება, ანუ აი ეს კიდე რო გავამრავლოთ t-ზე, ესეც t-ზე, ეს ტოლი გამოგვდის ესის, ხო? აი ესეთი გამოსახულება გამოგვდის გავლილი მანძილისთვის. ხო, ხა დამოკიდებულება არაწრფივი არის, სულ იზრდება და თან წრფივად არა. ნუ შესაბამისად. დროის საწყის მომენტში, ხო, დროის საწყის მომენტში ნულია, აი ეს ნულია, გადაადგილება ნულია და შემდეგ უკვადრატულად არა, უფრო სწრაფად იზრდება შედარებით, რადგან გარკვეული წევრი იმატება კიდევ და შესაბამისად მე 6-ში გამოგვდის პასუხი v. მე 6-ს v და g რომელი იყო? g არ გამოგვიყენებია, ხო? g არ გამოგვიყენებია, კი ბატონო.